დიახ, ეს მე ვარ. ასე მივუყვები იტალიის სანაპიროებს, ჩემი წითელი მოტოციკლებით. ერთ დროს რაც შეუძლებელი მეგონა, აღმოჩნდა რომ შესაძლებელი ყოფილა. სწორედ ასე ავიხდინე ჩემი ოცნებას. ახლა კი გიამბობთ თუ როგორ აღმოჩნდიათ. წინა ვიდეოში ნახავდით თუ როგორ ავედი გემზე მოტოციკლებით და გავემგზავრე იტალიისკენ. დავტოვეთ მოტოციკლები, ახლა დააბავენ თვითონ და შემდეგი გაჩერება უკვე იტალია. აი ესე მანქანებით შემოდია და ჩვენ როგორ სივრცეში ვიქნებით, ეგ მაინტერესებს რა. ესე გველოდებით ახლა როდის გავაგემი უკვე, იმიტომ რომ მოტოციკლები გაჩერებულია, დაბმულია. აქ ნახეთ რამდენი მანქანა აღენია. ეს არის თან მესამე სართული. დაბლა კიდე ორ სართულზე ესეთი ამბავია. ეს ჰაერზე ვსხედავთ, ისეთი სიცხეები იყო, რომ მაგ სიცხეების მერე ეს ჰაერზე იწნობა ძალიან სასიამოვნოა და ცოტა ლუც მოუწრუპავთ. დაველოდებით გემის გასვლას და მერე წავუძინებთ და ხვალ დილით უკვე იტალიაში ვიქნებით. დილით ადრე გავუღვიძა და სანამ პორტში შევიდოდით, ხედების დათვალიერება დავიწყეთ. აი ნახეთ ჩემი გოგო სად არის, როგორ აყენია. დაბმულია. განარჩენი მოტოციკლებით ძალიან ცუდად ურთქოს. აქეთ ავტომობილები. ჯერ დილის 9:30-ია და ისეთი სიცხეა, რომ რა ვერ აგიხსნით. აი ესეთი ამბავია ეხლა. იტალიელები არიან ედვენჩერებით და ამდენ იტალიელში ჩემი გერმანული წარმომავლობის ქართველი მონსტრი დგას. თან ყველა ასე უღიმღამო ფერებითაა რა, ყველა შავი ან თეთრი ფერის და ნახეთ ჩემი წითელი მონსტრი როგორ ანათებს. უზარმაზარი გემით ვართ, ეხლა შემოვედით პორტში და გაჩვენებთ თუ სად ყავს ჩემი მოტოციკლეტი. ნახეთ უბრალოდ რა ამბავია, რამდენი მანქანები არიან და აი ჩემი გოგონაც აქ აყენია. ესე ბაიკერებით ველოდებით ახლა როდის ჩავალთ გემიდან. გემი ბორანი, არ ვიცი რა ქვია ზუსტად, მაგრამ რაც არის აქ ავართ რა. და იტალიაში ვართ მეგობრებო, იტალიაში ჩემი ოცნება ავიხდინე. გამაგარია. მადლობა, ჯიგრები ხართ რა. ეს ჯიგარი აქაურია და ამას გავყვეთ უკან, გავაგნებინებს. ეხლა ვიმყოფებით იტალიის რომელიღაცა პატარა ქალაქში თუ სოფელში, არ ვიცი რა არის. ბორანიდან რო ჩამოვედი და გამოვუყევით გზას, ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ საერთოდ დამოვიწყდა ყველაფერი და ეხლა რო გავიაზრეთ უკვე რომ იტალიაში ვიყავით, გავჩერდით რომ იტალიის დროშაც აი აქ დავაკროთ. ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ მართლა იტალიაში ვარ ჩემი მოტოციკლებით. აი ესაც იტალია. ეს შევძელით მეგობრებო, აი არ ვიცი, აი მართლა ენამებს უკვე ვერ ვლაპარაკობ, ეხა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ცოტა ხანი მჭირდება რომ სადღაცაც დავჯდე, დავწყნარდე ყალატაული აზერზე მოვიდე, რომ რა მინდა იტალიაში ჩემი მოტოციკლეტით. ვაუ, კაი, წავედი ხა ცოტა აზე მოვალ და დაგბრუნდებით.
რა შობი, სემ. წავედით. ჩამოვედით. ქალაქ ორიაში ჩასულებს დეიდა ჩემი დაგხვდა და თავისთან მიგვიპატიჟა. მოვედი. დეიდუ. როგორ ხარ? დაგვაბინავა, შემდეგ კი ასეთი გემრიელი ზღვის პროდუქტებით გაგვემასპინძლდა. როგორც კი მოუწესრიგდით ტანსაცმელი გამოვიცვალეთ, მაშინვე დავსხედით მოტოციკლებზე და ალბერო ბელოსკენ წავედით, სულ ცეკვით და სიმღერით. ალბერო ბელო ადგილი იტალიაში, იტალიის რომელიღაც მხარეს, სადაც იტალიის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა ცხოვრობს. ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ადამიანების მიერ არის აშენებული, მაგრამ ამის არც ერთი მტკიცებულება არ არის და ამიტომ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. აქ გარკვეული რაოდენობის ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც აქვს მათი ტრადიციები და ამ ტრადიციების მიმდევრები არიან. ალბერო ბელოში დაიბადა ცნობილი იტალიელი საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელი და გვარი სამწუხაროდ არავინ იცის. ამ და სხვა ამომწურავი ინფორმაციით დაგიბრუნდებით სულ სხვა ქალაქებიდან. ეხლა კი დაგათვალიერებინებთ თუ როგორ გამოიყურება ზემოდან ეს ულამაზესი ქალაქი. Sarai tu il mio amore. ქვაქვაზე დადედა სოფელიც აშენდებაო. აქ პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეს ეს ამბავი და მართლაც ასე ქვაქვაზე დაიდო და აშენდა აი ესეთი ულამაზი სოფელი. I think I would lay down and die. Oh, ecco il mio cuore. Now tell me your heart is mine. Her mom is definitely twisted. She got this face like this rain. She got a lot of pretty memories that she can't find. ეხლა გზაში ისეთი ლამაზი ადგილი დავინახეთ, რომ უბრალოდ რო არ გავჩერებულიყავი და არ გადაგვეღო, არ შემეძლო ისე ვერ გავატარებდი და ველოდები ხა დრონი უნდა ჩავერთო და ავაფრინო და უბრალოდ შეხედეთ რა ლამაზი ადგილი არის. ნუ აქედან ერთ შეხედვით ეგეთი ჩანს და დრონს რო აუშვებ და გადავიღებთ, ნახოთ რეალურად ეგეთი ლამაზია, როგორც შორიდან ჩანს თუ არა. Secondi, minuti ed ore. Days without you feel like years. Se tu mi lasci, amore, I die in a river of tears. I wish I had more to offer. ემოციებით დახუნძლულები დავბრუნდით ისევ ქალაქ ორიაში და მზის ჩასვლის შემდეგ მისი ხედების დათვალიერება დავიწყეთ. Angelo mio, my dove, I give you my heart and my love. ეხლა ვიმყოფებით ორიაში, იტალიის ერთ-ერთი ძალიან პატარა და საყვარელი ქალაქია. ვერც კი წარმოედგენდი ესეთი მოპუსკული საყვარელი ქალაქი თუ დამხვდებოდა. აქ ჩამოვედით დეიდა ჩემთან და ეხლა გამოვედით, დავსხედით, უნდა დავაგემოვნოთ აქაური კერძები და
ძალიან აქეს აქაური ღვინო და ამასაც გავსინჯავ ჩვენ სამშობლოს გავუმოჩეს. ეხლა გაჩვენებთ როგორი კერძი მოიტანეს. ისე ლამაზად გამოიყურება, ერთ სულმა ვიდეო გადაუღო და მე გავსინჯე. ეს ზუსტად არ ვიცი ჯერ რა არის. მაგრამ ძალიან გემრიელი რაღაც ჩანს. ეხლა დავაგემოვნოთ და ვნახოთ როგორი გამოვიდა. ეს არის ოსტერია ლუჩეში ვიმყოფებით ეხლა პატარა რეკლამას შევსვათ. ეს როგორც მივხვდი არის ყველი, შიგნით რა აქვს არ ვიცი და ჩერი პომიდორი. შიგნით ნადუღი აქვს მე მგონი. მე ესე გამოიყურება. შებოლილი ყველია და ძალიან გემრიელია. ძალიან უცხო გემოები აქვს, ანუ აქამდე რო არ გამისინჯავს ესეთი არაფერი, ესეთი გემო. მოკლედ ძალიან კაია. დავალოდებით შემდეგ კერძს და იმასაც დავაგემოვნოთ. ამასობაში შემოგვემატა ახალი კერძებიც. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, ეხლა დავიწყებთ მათ დაგემოვნებას. ეს მე მგონია უბრალოდ სოსისივით რაღაც. ხორცის ძეხვი არის. ესეთი გემრიელი თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. შემდეგ ეხლა რაც უნდა გავსინჯო, აი ესეთი რაღაც არის, შიგნით აქვს კარტოფილი და გარედან ლორი აქვს შემოხობილი. ძალიან კაია, მართლა ძალიან გემრიელია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად მომეწონა ხორცის ძეხვი. კიდე რაღაცა მოგვიტანეს, ეს არ ვიცი რა არის. გაჩვენებთ. აი ესეთი რაღაც არის, ეხლა რაც მოვიდა. მაგასაც დავაგემოვნებთ ეხლა და მაგაზეც გაგიზიარებთ თუ როგორი არის. ამასობაში ღვინო ცოტა იმოქმედა. ყველაზე ნაკლებად სტეიკი მომეწონა. საქართველოს შემწორი ხორცი ბევრად ჯობი. სტეიკი ქართული ჯობი. დანარჩენი ყველაფერი კაი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო. რაც შეეხება ბოლო კერძს, ძალიან ხრამუნა და რაღაც საინტერესო რამეა. ცოტა პიცას წააგავს არომატებით, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებულია. მეორე დღეს დილით ადრიანად უკვე ნეაპოლისკენ გავემართით. ჩვენი გეგმა იყო ჩავსულიყავით ნეაპოლში და გვეთვალიერებინა, საღამოს კი რომში დავრჩენილიყავით. მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ახლოს ნეაპოლის გზაზე ულამაზესი ადგილები გვხვდებოდა და ცოტათი გზის გადახვა მოგვიწია. აი აქ ეს იტალიელი კაცი რას გვეუბნება წარმოდგენა არ გვაქვს და თუ ვინმე მიცით იტალიური, იქნებ მეც გამოგებინოთ. Mexicano con sti cantone che stanno per la truppa. No. ორიადან დავიზარი დილით ადრე გამოვედით, რომ ეს სილამაზეები გვენახა. ნუ თავიდან გეგმაში არ იყო ამალფი სანაპიროები, სხვა გზით ვაპირებდით ნეაპოლში წასვლას, მაგრამ გზად გადავიფიქრეთ და აი აქ შემოვიარეთ. უბრალოდ შეხედეთ რა სილამაზეა და სად ვიმყოფებით. დრონის კადრებს ჩავსვავ ახლა ცოტა ხანში, იმიტომ რომ ზემოდან აი 10-ჯერ უფრო ლამაზად აღიქვამთ ამ ყველაფერს. მაგრამ აი შეხედეთ უბრალოდ სად ვარ. თვალებს ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილად დავქარ თან აი ამ სილამაზით. ეხლა გზაში ცოტა მომშივდა ამასობაში, იმიტომ რომ დიდი ხანი უკვე გზაზე ვიმყოფები და სნექის მივირთმევ, რომელიც ძალიან მიყვარს, ძალიან გემრიელია და მადლობა სნექის ესეთი პატარა შეფუთვებით რომ გამომაგზავნა, თორე წარმოგიდგენთ ეხლა დიდი კილით რო ვჭამდე კოვზით გზაში. მოკლედ დატკბით ამ სილამაზეების ყურებით, ამასობაში კი მე სნექით წავის სნექები.
აი ამ სილამაზეს რომ ჩვენი ტრანსპორტით მიუყვებით და არა ავტობუსით, ეს ყველაფერი არის ოკარის დამსახურება, რომელსაც კიდე ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავხადო. ესეთი ხარდაჭერა რომ გამოგვიცხადა და გვერდში დაგვიდგა ამ მოგზაურობაში. Ecco il mio cuore, I'm giving you all my love. Sempre sarai tu il mio amore, my darling, my angel, my dove. If ever you would leave me, I think I would lay down and die. Oh, ecco il mio cuore. Now tell me your heart is mine. You know I'd give you the stars up above. Oh, ecco il mio cuore, angelo mio, my dove. I give you my heart and my love. საოცრად დილას ვიმყოფებით უბრალოდ რო იცოდეთ წინ შეხედეთ რა ხედია და ზემოდან აქეთ რო გადმოიხედებით ზღვის ხედი ჩანს მარცხენა მხარეს უკვე ზღვა არის. აი ამ საოცარ ადგილას ვიმყოფებით ახლა. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ჩემს სპონსორებს რომ გვერდში დამიდგნენ და მათი დამსახურება ეს ადგილას რომ ვარ შოკში ვარ მართლა. ჩემი მოტოციკლით ძალიან კარგად გაგრძნობს თავს ამ წყობშია და ესე მივემართებით, მივეშურებით ახალი ადგილების დასაპყრობად. რაც შეეხება აქაურობას, აი ულამაზესი ადგილია, სასწაული გარემოა და ცოტა ხანში დაგათვალიერებინებთ კადრებს თუ რა ხდება. ძალიან ბევრი ტურისტი იმყოფება აქ, ძალიან ბევრი ხალხი სტუმრობს ამ ადგილს. ისეთი ლამაზი გზებია, რომ თავის ზღაპარში მეგონა მართლა ძალიან ბევრჯერ გავჩერდით და დავათვალიერეთ უფრო დეტალურად ამ ეს ადგილები. ხორვატიაში რო ვიყავი, ძალიან მომეწონა ხორვატიის სანაპიროები, მაგრამ ხორვატიის სანაპიროები არაფერია ამ ადგილთან შედარებით. იტალია რო ძალიან ლამაზი იყო, ყოველთვის ვიცოდი და ეს კუთხე და ეს მხარეც სურათებით ვიცოდი, რომ ძალიან ლამაზი ადგილი იყო, მაგრამ რეალურად მეგობრებო, აი ვერ აგიღწევთ. ისეთი ლამაზია ყველაფერი, რომ უყურებ თავი რომ ზღაპარში მგონია. ძალიან მომწონს მართლა, დიდი სიამოვნებით გადმოვიდოდი საცხოვრებლად აქ. უბრალოდ აი ძალიან ცხელა და მე სიცხე არ მიყვარს ერთადერთი ეგ მაკავებს, თორე უკვე თბილისში ვყიდდი სახლს და აქ ვაპირებდი ეგრევე ყიდებს. საოცარი ადგილია მართლა, აი აქ რო ცხოვრობ, რამ უნდა შეგაწუხოს მართლა ვერ ხვდები. ძალიან ლამაზია, ძალიან ბევრი ხალხია. ტურისტებით არის სავსე აქაურობა, გატენილი, ემდენი ტურისტი არის ახლა აქ. ძალიან ლამაზი სანაპიროა. სანაპირო სავსეა იახტებით.
აქ რო ხარ და ერთი იახტა რო ყავს. რავი, ცხოვრობ კი არა. გულობ ადამიანი. სანაპირო არის ქვიშა, ჩვეულებრივი ქვიშა არის, აქ ოქროს ქვიშები და ამბები არ არის, მაგრამ აი ურეკში რო ქვიშა არის დაახლოებით ეგეთი ვარიანტია რა. მაგრამ აი ნახეთ უბრალოდ რა კაი რამ. ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანები არიან აქ მაცხოვრებლები, აქ მყოფები. პრინციპში როგორ არ უნდა იყო პოზიტიური, ესეთ ადგილას რო ცხოვრობ, ესეთ ადგილას რო ხარ, რამ უნდა შეგაწუხოს. ძალიან უყვართ საუბარი, ძალიან მარტივად შემოდიან კონტაქტში. წეღან მოტოციკლეტი რო გავაჩერეთ, ჩავხუტებით, ავტოვით იქ, მაგრამ ეს ფეხის ჩანთა ქონდა წამოღებული და რო შეგვამჩნიეს ამ ფეხის ჩანთით, კითხეს რომ მოტოციკლეტით ხართ შემოსულია და ვექი კითხო და მე გამოვკითხეს რომელი მოტოციკლეტია და BMW როგორც კი ვახსენე, სანამ დავამთავრე მოდელი, მაშინ მითხრა GS-ია და მეთქი არა, ჩემი მოდელი უთხარი, ეს 1000 RR-ით ვარ თქო და უიო, ეგ ხო სპორტბაიკიაო, ძალიან გიჟები ხართ, არა ნორმალურები ხართო, სპორტბაიკით საქართველოდან. აქ რამ ჩამოგიყვანათო და მე გამოვკითხა რამდენი ხანი იყავით გზაში, როგორ იმგზავრეთ. მოგე ძალიან შოკირებული იყო, თვითონაც მოტოციკლების მოყვარული იყო ეთყობოდა, იმიტომ რომ ერკვეოდა კარგად მოტოებში და ზოგადად როგორც მთელ იტალიაში რაც კი გამოვიარეთ ჯერ ისევე აქაც ძალიან პოპულარულია ორთვლიანი ტრანსპორტი. მოტოციკლეტები, მოპედები, სკუტერები, ყველანაირი ორთვლიანი ტრანსპორტით დადიან აქ. იმიტომ რომ ქუჩები არის ძალიან წვრილი, ვიწრო ადგილებია და მანქანით ძალიან არაკომფორტულია. ასევე ძალიან დიდი დისკომფორტია მანქანის გაჩერება და მაგიტომ მოტოციკლეტი ან მოპედი იდეალური ვარიანტია აქ მყოფთათვის და ქუჩაში იგრძნობა კიდევაც რამდენად პოპულარულია აქაურო. აქ ორთვლიანი ტრანსპორტი. ყველგან მოტოციკლეტები აყენია, ყველგან მოპედები აყენია. ცალკე პარკინგები აქვს გაკეთებული და ანუ ეს კულტურა საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ბრინდისიდან რომ დავიძარით გზაში ნეაპოლისკენ, გზაში გაგვიწვიმდა, ცოტა ცუდი ამინდი იყო, მოიღრუბლა ძალიან ჭექაქუხილი, მაგრამ დასველებაც კი ვერ მოასწრო ტანსაცმელმა, მალევე გადაიღო ამ წვიმამ და გამოვიდა ისევ მზე და დააჭირა ცხელა იწვის ყველაფერი ისეთი სიცხეა. გზაში ძალიან ბევრი ლამაზი კაი ადგილები ვნახეთ. უბრალოდ შოკში ვიყავით, რო უყურებდი, ისეთი სილამაზეები იყო და სადაც მოგვიხრეხდა გაჩერება, ჩერდებოდით და ვცდილობდით რომ რაღაც კადრები გადაგვეხო. აქ რო ჩამოვედით, წეღან უკვე აღნიშნე, რომ სულ შემთხვევით მოხვდით აქ, გეგმაში არ ქონდა ახაურობა. უნდა ჩავსულიყავით ნაპოლში და ნაპოლთან რადგან ახლოს იყო ეს ადგილი, გადავწყვიტეთ რომ აქეთ შემოგვევლოთ და ჯერ აქ შემოვედით და აქედან წავალთ მერე ნაპოლში. მეპზე რო მივუთით ეთაქაურობა, დარჩენილი იყო 30 კილომეტრი და დროს გვიწერდა საათ ნახევარს და თავიდან ძალიან გამიკვირდა, მეთქი საათ ნახევარი 30 კილომეტრი რაში მჭირდება თქო, მაგრამ რეალურად მე მგონი უფრო მეტი დრო დაგვჭირდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოსახლეობი იყო, ძალიან ნელად ავდიოდით ყველა და ვცდილობდით რომ ფრთხილად გვევლო და დაგვეთვალიერებინა ირგვლივ თუ რა ხდებოდა, როგორი სილამაზე იყო და დაახლოებით მე მგონი 2 საათამდე მოვუნდით გზაში. მაგრამ ღირდა ნამდვილად ეს ყველაფერი 2 საათი კი არა, უფრო მეტ ხანს რომ ველო, მაინც ღირდა, იმიტომ რომ გზა იყო ფანტასტიკური, ულამაზესი. აუტანელი სიცხეა ისე მაგრა ცხელა რომ რა ვიცი და ამ სიცხეში მით უმეტეს კიდე მოტოციკლეტი რო ხურდება და თან ლიტრიანი 1000-იანი კუბატურა ძალიან ცხელდება და ძალიან გვიჭირს ესე სიარული დღის ამ პერიოდში, ანუ შუა დღით ძალიან რო ცხელდა. ეხლა ვცდილობთ რომ ეს სიცხე ცოტა ხანი აქ გადავაგოროთ. გეგმაში გვაქვს რომ ჩავიდეთ ნეაპოლში, აქედან რა კაი სიგრილი წამოვიდა. ჩავიდეთ ნეაპოლში და ნეაპოლიდან უკვე რომში გადავალთ. დღეს გეგმაში გვაქვს რომ დავრჩეთ რომში. ნახოთ, წინასწარ არ გვაქვს ხოლმე გათვლილი, იმ დღეს ვგეგმავთ ჩვენი დღის მარშრუტს. ასე რომ ზუსტად არ ვიცით, სად და როგორ იქნება, მაგრამ იდეაში რომში დარჩენას ვაპირებთ. წავედით ახლა ცოტა სიგრილეში, ჩრდილში გავივლით სადმე და ნელ-ნელა უკვე დავიძვრებით შემდეგ ნეაპოლისკენ.
ნეაპოლი ყველაზე ქაოსური ქალაქი, რაც კი ოდესმე მინახავს. აქ ახლა ცოტა შვიდ ადგილას გამოვედი ვიდეო რო ჩამეწერა. ქალაქში სრული საგიჟეთია. ძალიან ბევრი ხალხი დადის. ვინ სად დადის, ვინ როგორ გადადის, ვინ მანქანით არის, ვინ ფეხით, ვინ მოპედით, ყველა ერთმანეთში ირევა. სრული საგიჟეთია, მეგობრებო. მაგრამ აი გრძნობა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ხალხი რო არიან, ყველგან არის საფეხბურთო ნახატები, დროშები, წარწერები. არ ვიცი, ლამაზია ერთი შეხედვით, მაგრამ ძალიან დიდი სიბინძურია. ანუ მარტო დადებითზე რო არ ვილაპარაკოთ, ბევრი უარყოფითი შემომჩნია ამ ქალაქში ვიდრე დადებითი. ძალიან სიბინძურია, ძალიან ხმაურია, ძალიან ერთი ამბავია, აი ვერ აგიხსენთ, მოკლედ რა ხდება. მაგრამ აი ნებისმიერ ადგილას სადაც არ უნდა გაიხედოთ, თუნდაც აქ შეამჩნევთ რომ ყველგან საფეხბურთო ამბებია. ყველგან ფეხბურთელების ნახატები, პლაკატებია. ჩვენი ქართველი ყველა ფეხბურთს თამაშობს, აი ვინც შეხვდა გზაში, ამ ქალაქში მანქანაზე მეტი მოპედი დადის, ქალი, კაცი, ბავშვი, დიდი, პატარა, ყველა მოპედზე ზის. 2, 3 ოჯახება დადიან მოპედებით. გადატენილია, ყველგან მოპედი შეხვდა. ძალიან არის, მოკლედ მოპედის კულტურა განვითარებული, მანქანებზე მეტი მოპედები დადიან ყველგან. მაგრამ ძალიან არ მომწონს სიბინძურია საშინელი. ყველაფერი ძირსყრია და კაი ქალაქში რო დადიხარ, ნაგვისუნეს კი იგრძნობა. ყოველ ორნაბიჯში ბუნკერები დევს, მაგრამ ყველა ბუნკერი არის სავსე და ბუნკერის გვერდით ყრია ნაგავი. მარადონას რომ აღმერთებენ, მაგის შესახებ უკვე გეცოდინებათ და აი ამ ქალაქში შემოვაბიჯებ თუ არა, მაშინ მიხვდები რომ მარადონაზე ჭკუა ეკეტებათ. ეს ყველგან დადიან მოპედებით, არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება, არ შეიძლება. ზარი თუ ქოითების ასიარულო ადგილი, მაინც ყველგან დადიან მოპედებით. ყველა ქუჩა არის ესეთი ვიწრო, ქვაფენილით და იშვიათად რომ ესეთი მშვიდი ქუჩა შეხვდეთ. ძირითადად სულ მოპედებით დარბის ყველა. ნეაპოლმა დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა ჩემზე, მით უმეტეს ისეთ ადგილებში ვიყავით და ისეთი საოცარი ადგილები მოვინახულეთ, რომ იმის მერე ეს ყველაფერი არის ჩვეულებრივი სანაგვე, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს ყველაფერს. აი აქაურობა რო დასუფთავდეს, აი ერთ დღეს რო ადგნენ და უბრალოდ მოასუფთავონ და მორეცხონ ყველაფერი, საინტერესო ლამაზი ქალაქი იქნება. მაგრამ ეხა მაგას ვერ ვიტყვი. მოკლედ ძალიან დავიღალეთ უკვე აქ სიარულით და ეხა წავედით რომისკენ. ღამე ჩავალთ რომში, გამოვიძინებთ და ხვალ უკვე რომს მოვვლით და დავათვალიერეთ. ჩამოვედით, როგორც იქნა რომში მიმყოფებით უკვე. მაქსიმუს, აქ ხარ ბიჭო? Georgia is Hakuna Matata. It's very good. Africa.